შენ მე მგონი სხვა ქალებისგან განსხვავებით არც ის გქონდა, რომ აი ჯერ არ ვარ მზად ერთი წუთით, აი ორი თვეც, სამი თვეც და მე. არასდროს არ ხარ მზად. როცა დავიწყე მაშინაც არ ვიყავი მზად. ანუ ეგ მაგას თუ ელოდე, არასდროს არაფრისთვის ყველა ჩემი დაწყებული საქმე არის, რომ ვიცი როგორ დავიწყო, დიდი სურვილი მაქვს, ვიცი რატო ვაკეთებ ამას და მე უკვე თუ არ გამოვა რა, ვისწავლი. არ წარმოიდგინოთ ის მე მინდა რომ მსმენელმა კარგად გაიგოს, რომ მე ვინმეს მოუწოდებ, რომ თავით გადაეშვას დიდ რისკებში. ანუ რისკსაც ისეთ ვწევ, რომლის ამწევიც ვარ. ემოციურად, ფინანსურად, აი რომ ვიძახდი, რომ ჩემ შვილს როგორ ვაჭმევ თუ რაღაც არის. ანუ თუ ისეთი დრო დადგებოდა, რომ მე ვერ ვუზრუნველყოფ ამ ჩემი ბიზნესით, მზაობა მქონდა, რომ მაშინ უნდა დავიმატო, ან რაღაცა სხვა გავაკეთო, ორმაგად ვიმუშაო. ძალიან ხშირად ბიზნესი იწყებენ, გარანტია უნდა მისცე, რომ ის იმუშავებს. ხო, ეს არ არის ინტერპრენიორშიპი რა და ბიზნესმენობა ნამდვილად. ანუ იმაზე მეტი არ უნდა გააკეთო, რისთვისაც მზად არ ხარ, რა თქმა უნდა და დანარჩენი გადაიტანეს იქ და გაძლიერდები. ისწავლი იმ ფასად. ძალიან დიდი ფულიც დამიკარგავს. ვისწავლე ჭკუა იმ ფასად. ესე იგი ეს ფული მჭირდებოდა იმ ჭკუის სასწავლებლად. იმ ჭკუის სასწავლებლად.